მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება, ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას და საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას შეხვდა. სტუდენტებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთობლივად შემუშავებული ინიციატივა გააცნეს და პრობლემებზეც ისაუბრეს. ახალგაზრდების ინიციატივით საჭიროა ქალაქის ცენტრში განთავსდეს სტენდი, რომელზეც სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია და განცხადებები განთავსდება. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს ერთგვარი შუამავლის ფუნქცია მერსა და საზოგადოებას შორის. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეირჩევა ადგილი, სადაც მოხდება სტენდის განთავსება. დღევანდელ შეხვედრაზე სტუდენტებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ასევე ტრანსპორტირების პრობლემაზეც ისაუბრეს. ახალგაზრდების განცხადებით, ქალაქში ტრანსპორტი საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ მოძრაობს. აღნიშნული სატრანსპორტო გრაფიკი განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელთათვის არის არაკომფორტული. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, იყო დაპირებები, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად მოგვარებადი იქნება და შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება. სპორტის პრობლემას რაც შეეხება ხანგრძლივობა ძალიან დიდია და აუცილებლად მოგვარებადი იქნება, როგორც თვითონ დაგვდა სტენდთან დაკავშირებით შეხვედრა გვექნება სავარაუდოდ დაახლოებით ერთ კვირაში, სადაც უკვე ადგილიც შეირჩევა უშუალო სტენდი, სადაც განთავსდება და ის კონცეფცია, რა კონცეფციითაც იქნება სტენდი ქალაქში განთავსებული. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, პრობლემა უცებ ვერ გადაიჭრება, თუმცა თემა აქტუალურია და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პრობლემის გადასაჭრელად. დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი იან თაძე. აქტიურად თანამშრომლობდით და ეს გაგრძელება იყო დღევანდელი შეხვედრა. აქტიურად გავაგრძელებთ, ალბათ მერის სათათბირო იქნება, 10 სტუდენტი იქნება წარმოდგენილი და იმ პროექტები ის ატყივანი, რომელსაც ქალაქს აქვს, ეტაპობრივად განვიხილავთ და მაქსიმალურად ვეცდებით ერთობლივი ძალებით, რომ გადავწყვეტოთ. ეს პირველი შეხვედრა არ არის, არჩევნების დამთავრების წინა საარჩევნო კამპანიის დროსაც ჩვენ შევხვდით, გარკვეული ვალდებულებების ავიღეთ მაშინ და ეტაპობრივად უკვე დავიწყეთ შესრულება და ნელ-ნელა დაიწყება იმ პრობლემების მოგვარება, რაც მე მგონი ზუგდიდის ცხოვრებაში შეიტანს სიახლეს. სინამდვილეში ჩვენ საუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ზუგდიდის, არამედ სოფლების მოსახლეობისთვის. ეს არის გვიანი ტრანსპორტის პრობლემა და ჩემთვის ძალიან მისაღები იყო მისი პასუხი, რომ მთელი ინფრასტრუქტურასთან ერთად ტრანსპორტის მოძრაობა გაიზრდება გვიანობამდე, მაგრამ გარკვეული პროცედურები არის ამისთვის საჭირო. გარდა ამისა, კიდე გვაქვს ერთი იდეა, ზუგდიდში საინფორმაციო სტენდი უნდა გაკეთდეს, რომელსაც ახალგაზრდები მოუვლიან და უფრო დაწვრილებით ამის შესახებ მე მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, როდესაც ეს იდეა სინამდვილეში განხორციელდება. პროექტს მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული დაფუძნება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს, რომლის მხარდამჭერი საარჩევნო სისტემების სწავლების ცენტრია.